მინდა არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი ებრაელი ხალხის სახელით თქვენ მიმართ უდიდესი პატივისცემა და ღრმა მადლიერება გამოვხატო. თქვენი ლიდერობის სტილს უამრავი ადამიანი უჭერს მხარს მსოფლიო მასშტაბით. თქვენი ძალისხმევა სამართლიანობისა და მშვიდობის დამყარებისთვის არა მხოლოდ თქვენს ქვეყანაში, არამედ ახლო აღმოსავლეთში შესაბამის დაფასებას საჭიროებს. ჩვენ წინაშე შესანიშნავი შესაძლებლობები იხსნება. პრეზიდენტს გასაოცარი გუნდი ჰყავს და ვფიქრობ, ჩვენი გუნდების კომბინირებით საოცარი შედეგების მიღწევას შევძლებთ, რათა ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეთ. პრეზიდენტმა ეს შესაძლებლობები წინასწარ განჭვრიდა. მან შექმნა აბრაამის შეთანხმება და ამ მომენტშიც კი ცდილობს მშვიდობის დამყარებას მთელ რეგიონში. სწორედ ამიტომ ბატონო პრეზიდენტომ სურს წარმოგიდგინოთ წერილი, რომელიც მე ნობელის პრემიის კომისიას გავუგზავნე. ჩვენ წარგადგინეთ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად. თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ. ძალიან დიდი მადლობა ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. განსაკუთრებით თქვენგან ეს იდეა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დიდი მადლობა ბიბი, ეს დიდი პატივია. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.